უსწავლი ენერგიით, არაჩვეულებრივი განწყობით, წინვალე შესრულებით, ბატონი ენრიკო ჯანელიძე და ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ყავს. ჯერ სტუმრები თუ თემები არა, ჯერ თემაჯობია. შემოდი მივასალმოთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, სასწაულ კვირას გისურვებთ, წარმატებულ ფერადს. აბა რა არავინ არ თქვას რომ ორშაბათი მძიმე დღეა. როგორ შეიძლება იყოს მძიმე დღე, როდესაც აი ესე ვიწყებ. ხო და ნატოკა რაღაცია რა ფანტასტიკურად ხარ და როგორი მოდური ხარ და რაღაცა მნიშვნელოვანი შეიძლება რომ გაიარო და დაეცნენ კიდე ხო რა დაეცნენ ბიჭებო დაატეხეთ კამერებთან აი ნახე ოპერატორები უკვე გაგიჟდნენ და დაეცნენ ყველაზე ფერადი ყველაზე ეპატაჟური ყველაზე ხალისიანი ეთერი გვაქვს დღეს. კი ბატონო. ესე იგი ჩაცმის სტილი და გამორჩეული სტილის მქონე ადამიანები ყავს. და ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანები, რაც ყველაზე მთავარია. შეიძლება ითქვასო, რომ ადამიანისო განწყობაო, ხასიათიო თავის ჩაცმის სტილს ეტყობოდესო. ნამდვილად და მისი სტილი რა ხასიათი ხარ რატო რაღაცა? აუ, ძალიან კარგი ხასიათი. დასაუკებელი ხარ ჩემი აზრით. გეტახო, ჯერ მგონია რომ 20 წლით უფრო ახალგაზრდა ვარ. რაღაც უფრო გამხდარი ვარ, ფერადი ვარ და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ აი ეს სიფერადი და ფერები სხვათა შორის ვინც მე მიცნობ, უფრო მუქი ფერები მეცო, რატომაც გონია რომ უფრო გვასუქებსო, არა და რაც მე პოსტივში დავიწყე მუშაობა, გავფერადდი. იმიტომ რომ ცეკვავ ბევრს, ღერი ბევრს, კარგ ხასიათი ხარ სულ, არაჩვეულებრივი მაყურებელი ყავს, რომელსაც პატივს ვცემთ და შესაბამისად ეს შესაბამისად გულით საკუთარ ესე იგი ბატონ ენრიკოს მინდა დაუბრუნდე ახლა და მე სტუმრებს მინდა გავაგრძელო მაგრამ სანამ სტუმრებს გავაგრძელებთ ბატონ ენრიკოს გვინდა მიულოცოთ იუბილე კი ბატონო და იუბილეს დაკავშირებით არაერთი ძალიან სერიოზული ესეთი წოდება მიიღო პირველი უმთავრესი გახლავთ პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატი კი ბატონო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე კულტურის დესპანი და ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანი ფანტასტიკური ენრიკო ჯანელიძე როკ-ენ-როლის მეფე როკ-ენ-როლის მეფე ლეგენდარული ენრიკო ჯანელიძე ჩვენი სტუმარი მოგბრძანდით ასევე ჩვენი მხრობი გახლავთ გამორჩეული სტილის მქონე ადამიანი პროფესიონალი და არა მარტო სტილი არამედ გამორჩეული პიროვნებაც გახლავთ ბატონი არსენ გვენეტაძე გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი მოგბრძანდით ბატონო ყოველთვის გამორჩეულად აცვია და არაჩვეულებრივად მოგესალმებით სასწაულად გამოიყურებთ ბატონო სრულიად სერიოზულად ასევე ქალბატონი ლალი ცხოვრებაშვილი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი სასწაული ვიზუალი სტილის მქონე და სასწაული სილამაზის მქონე ქალბატონი ნახეთ რა ფანტასტიკური სილამაზი აქვს წარმოგიდგენიათ აი ესეთი სტუმრები ყავს დღეს ჩვენო არაჩვეულებრივ და ბედნიერები ვართ ჩვენც არა ქალბატონი ლალი ყოველთვის როცა ჩვენთან მოდის სტუმრად ყოველთვის არის რაღაცა მრავალფეროვანი სულ ერთ სტილშია და ერთ საიდუმლოს გეტყვით ქალბატონ ლალი ყოველთვის გათვალიერებთ და რაღაცა მაგალითს ვიღებთ თქვენგან რომ ეს ამას უხდება როგორი ფერადი ხართ როგორი ლამაზი ხართ დაბრძანდით და ასევე ბატონი გიორგი მერაბიშვილი მუსიკოსი ესე იგი სხვადასხვა ბატონი გიორგი მობრძანდით გარდა იმისა რომ თავისი სტილი და პიროვნებით აღმოჩენა არის ჩემთვის ძალიან გასაკვირია ის რომ ფოლკლორთან აქვს ძალიან ახლო შეხება და მისი სტილიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი საერთოდ იმას რომ ქართული ფოლკლორის განსაკუთრებული წარწერა და წარმომადგენელია და ძალიან საინტერესოა ფოლკლორი და აი მისი ჩაცმულობა კლასიკური როგორი შეხამება არის და როგორ უხამებს ერთმანეთს რა პირველ რიგში როგორ ბრძანდებით მეგობრებო არაჩვეულებრივი ადამიანებო გვიხარია თქვენი სტუმრობა გილოცავთ სღაპრო ყველა გილოცავთ ჩემო ნატოკა მეტადრესში რამე თუ იმ სიღრმისეულმა და ძალიან თბილ ურთიერთობამ შეეს ქალბატონ ძვირფას დედიკო თანელასთან მე შენს მიმართ განწყობა დიდი სიყვარული მეგობრული სიყვარული კიდე უფრო მეტად გააძლიერა და მიხარია და მადლობა თქვენ რომ მე გავბედე და ესე ჩამწვი სულ მინდოდა ჩაცმა ესე და რაღაცნაირად მერიდებოდა აი მართლა მერიდებოდა რაღაც იტყვის ამ ხალხალი ხარ ამ გაგაგიჟა მე რა მსახიობი ხარო მაგრამ აი დღეს გავბედე და სტუმრების თანდასრებით მოდი შევაგაწყვეტინო სტუმრებით თანდასრებით მინდა პირველ რიგში კომპლიმენტი გაიკეთო რომ სასწაულად გამოიყურება ძალიან გიხდება და მინდა პირობა სტუმრების თვალწინ რომ დადო რომ შენ
დღეიდან აუცილებლად იქნება ყოველთვის განსხვავებულად ჩაცმული და სტილის მქონე. მე მაყურებლის აზრით მაინტერესებს, რასაც მოგწანენ და ჩვენი სტუმრების ისე მოვიქცევით, თორემ მადლობა ჩემო. მე მაყურებელიც ვარ. გავბედე და გავხდი ის ვინც ვარ. ეს არის ფანტასტიკური რამ. ახლა თქვენ თხოვნას შევასრულე უკვე, ახლა სათვალეს მოვიხსნი, რადგან მეუბნებიან რომ თქვენ თვალებისთვის გიყურებთ ბატონო და როგორ ხართო და ვარ იმაზე ბევრად კარგად ვიდრე ვარ. 62 წელში კი მოგადატანილი თქვენთან მოწვეული დღე იწყება მე ოპერაციები პაციენტები და ბედნიერებაა ეს როცა ადამიანს შეუძლია ერთმანეთს გაუზიაროს ასეთი ემოცია რაც ბატონ ენიკოზგან ვნახე ვარ საუკეთესო და მადლობა თქვენ ბატონო არსენ მოდ დავიწყოთ თქვენგან როგორ ფიქრობთ ადამიანს თავისი სტილი მისი შინაგან სამყაროს წარმოადგენს მის ხასიათს წარმოადგენს თუ არა აი მაგალითად გვაცვია დღეს ფერადი ვართ და შესაბამისად ხასიათს ამაღლებული ესეთი განწყობა გვაქვს თუ როგორ ხდება აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის ეს ჩემ შემთხვევაში მე ვთქვი 21 წლის 27 იმის დეკემბრის ინტერვიუ ჟურნალიდან გავბედე და გავბედე ვიყო ის ვინც ვარ. ნახეთ ჩემი აზრით რაც თქვენ ბძანეთ დიახ ასეც არის როდესაც გაცვია ფერადად თუ არა სტანდარტულად და სხვა მაგრამ ამისათვის უნდა იყო მზად რაც კარგად თქვა ჩემმა ნატუკამ რომ ამაზე ფიქრი თუ გჭირდება რომ რა სიტყვიან ისინი ჩემზე ესენი რა სიტყვიან მარჯვენა გასაღებია პოზიტივ სიტყვიან მარცხენა იტყვიან ეს რა სისულელეა ექიმი თუა პროფესორი რა უბედურებაა ბატონებო ეს ორივე გასაღები კარგა ხანია ამ ბატონებს და ქალბატონებს გამოვართვი არ მინდა სხვა ბედნიერების ელჩის ტვირთით დადიოდეს გადავადნე და როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა ბედნიერების ძეგლად დავდგი და ამიტომ ვაკეთებ იმას რაც კანონს არ არღვევს და რაც ხრის თავისუფლებას არ ზღუდავს. აქ მთავრდება ყველაფერი მარტივი და ნათელი. დიახ, თუ გინდა რომ საკუთარ თავს, როგორც ჩემი ფანტასტიკური ბებია იტყო და საკუთარ თავს შეუძახო, ჩაცმა იქნება ეს თუ სტილი თუ სხვა, შენ უნდა მოუძებნო და შენ უნდა მისცე საკუთარ თავს ბედნიერება, თუ გინდა რომ მე სხვასაც მისცე, ან ვერ მისცე. რა სავალდებულოა, ყველას ყველაფერი მივცეთ. საკუთარ თავს აუცილებელი. შეიძლება მე ჩემს დამოკიდებულებას რა თქმა უნდა ვეთანხმები ბატონ არსენს მე მაგალითად ჩემს მიმართ არის ხოლმე რა თქმა წინ წამოვწევ იმას რომ მაყურებელი ჩემი მარტო ჩემი შემოქმედებით არა ამ შემოქმედებაში მე შემაქვს ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მომენტები მე ვამბობ ჩაცმის მხრივ აქსესუარების მხრივ ეს კოსტუმები, ეს სათვალეები, ეს ფეხსაცმელი, ეს ყველაფერი უამრავ და რატომ იმათ კი არა რომ მე ვაჩვენო რომ ამდენი მაქვს არა იმიტომ რომ მრავალ მოეხსენება ახლა ჩემს მაყურებელს ტყუილის უფლების თქმას არ მომცემს ჩემი ფანები რომ ღერი ვარ მრავალ ჟანრში ეს ყველაფერი დაიხვეწა გარეთ უცხოეთში ყოფნის დროს და ამან მოიტანა ისიც ძალიან ბევრი ვისწავლე იქ პლუს ისიც რომ ის დიდებული მომღერლები სოფლიო რანგისა და სოფლიო დიდებისა სხვადასხვა კოსტუმებით და მეც ეს საკუთრად შემოვიტანე ჩემს აუცილებლობაში და ხედავ რას რომ აკვირდებიან რომ მე აბსოლუტურად ყველა ჟანრს ვარგებ იმ კოსტუმს და გადამხამს იმ სტიქიაში და კიდევ მე სამყაროს ქმნი და ეს ტრანსფორმაცია ეს ყველაფერი ხო და გრძნობ ამას და რატო არ დავიხარჯო მე ისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე რომ ჩემს მაყურებელს ვემსახურო შევაყარო თავი საკუთარ თავს ვემსახურო უყვარდეს და მე იმას ჯერ შენ საკუთარ თავი აუცილებლად უნდა გითხოთ რომ არა როკ-ენ-როლი და ეს თქვენი მრავალფეროვანი ასე ვთქვათ იმიჯი იგივე ჩაცმულობა გექნებოდა თქვენია ეს ჩაცმულობა დღეს მე მთხოვეს ფერადი, რადგან როკ-ენ-როლზე იქნა შეთანხმება, ამიტომ ჩავიცვი როკ-ენ-როლ, იმიტომ რომ იქ პატარა როკ-ენ-როლი ხო. თანაც ვიცოდი რომ მე რომ ჰალსტუხი გამეკეთებინა, ნატუკა არ მოწდომოდა ჰალსტუხში და შევარდნაძეს, უკვე წასულიან შევარდნაძეს კინაღამ ჩამოახია და მამის ხო უნდა იყოს მრავალფეროვნება ხო? მამა კინაღამ დაატუსაღეს ამის შეგაწყვეტინათ რაღაც მე მგონი არაფერი კი ბატონო შევარდნაძეს ჰალსტუხი ჩამოხსენი ეგ მე ქალბატონი ლალი აი ქალბატონი ლალი მაინტერესებს შეიძლება ქალბატონი
თქვენი სტილი, თქვენი აი საოცარ კლასიკური შანელის ელემენტებით და დახვეწილი. საიდან არის ეს? ბავშვობიდან ესეთი ბრძანდებოდით თუ აი რას ლალიკოს სტილია ეს. ლალიკოს სტილია. დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებასთან ერთად თვითონ მათგანს ვისნობდა უდიდეს პატივს. მე გაკვირვებული ვარ რომ მესამედ მომიწვიეთ რაც იმას ნიშნავს რომ ცუდად არ ვიქცევი. რაც ეხება ჩემ ჩაცმულობას. ელოდეთ შემდეგ მოწვევს. რაც ეხება ჩემ ჩაცმულობას. ნანატრიშვილი ვიყავი და რომ დავიბადე მთელი თბილისი თუ კი ვინმე სადმე რამას მოახერხებდა ყველას ჩემთვის მოქონდა ეს ყველაფერი ჩუქნიდნენ და პრანჭავდნენ და დიდ ბაფთებს მიკეთებდნენ იყო ერთი ამბავი მოვინდომე ბალეტი არ გამიჩვა მშობლებმა ბალეტის სასწავლებად მამამ ოპერიდან მომიტანა საბალეტო კაბა აი ესეთი აჩკას რო ეძახია დიახ ბატონო არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა და სახში ვიცვამდი და სარკის წინ ვიბრანჭებოდი. დედა ჩემის ფეხსაცმელებს ქუსლიას ჩუმად ვიღებდი, ვიცვამდი პატარა და სარკის წინ ვიბრანჭებოდი. აი ასეთი ბრანჭია გავიზარდე, თუმცა ვიყავი ხუთოსანი, პრიადოსანი, მედალოსანი, წითელდიპლომოსანი და ესე იგი უწესიერესად ვიქცეოდი, მაგრამ ჩაცმა მიყვარდა და მიყვარს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბათის და ყვავილის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი და ზოგჯერ ჩემი მეგობრები, ნათესავები ერთად რომ მივდივარ სამსახურში, დღეს სად მიდიხარ მეკითხებიან, ანუ სადმე მე სტუმრად მიდიხარ? არა, მე ასე დავდივარ. მორჩა ეს არის ჩემი ყოველდღიური ასეთი ფორმა. ამის გარდა შეიძლება წამტრაბახო. კი, აუცილებლად ქუჩაში მაჩერებენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები. და კარგ სიტყვას არ ვიტყვი სხვას სითბოს და მოფერებას მიძღვნიან. აი რას გეუბნებიან ქალბატონო? თქვით არა უხერხულია კონკრეტულად თვითთან მიმართებაში რას გეუბნებიან? რა კარგად კბილი დასასწავლი ქალბატონი ხართ? გამოიყურებით, რა საინტერესო ბრძანდებით, ვინ ბრძანდებით, მსახიობი ხართ, არა ექიმი ვარ და აუცილებლად ვაყოლებ ამავე წუთში. იცით რამდენი წლისა ვარ? არა, არავის საჭირო, საჭიროა 79 წელიწადში ვარ და ეს კიდევ უფრო უნდა უთხრათ მე შემოგაშველებით იმდენი და ცოტა მეტი. მე სამსახურში რომ მოვდივარ, ხო? პაციენტი შემოდის და უდიდეს სიამოვნებას იღებს არა მარტო იმ სიტყვით, იმ სიყვარულით, იმ პროფესიონალიზმით, რომელიც მე თითოეული მათგანისთვის მაქვს მიძღვნილი, პარალელურად აუცილებლად აღნიშნავენ. არა მარტო ჩემი, არამედ დერეფანში მსხდომის სხვა პაციენტები. ქალბატონ ლალი, არ შემიძლია არ კითხოთ, სახლშიც აი ხანდახან ხო ვიღლებით, ამიტომ თქვენნაირი სამსახური და ესეთი და მძიმე გრაფიკი. არის რა ხალათი, ან სპორტულები, რომ აი გააქვს საერთოდ სახლში ესეთი სახლში ყველაფერი მაქვს, მაგრამ სახშიც ლამაზი მაქვს ის ყველაფერი. ეს იქნება სპორტული. მას თუ არ მოეწონება ისიც გამორჩეულია. ლამაზი უნდა იყოს. სტილიდან გამომდინარე. თუ ვინმე მდარეკა რომ მოდის იმ წუთში გავდივარ, გამოვიცვლი. შვილიშვილიც რო იყო. კარისკაციც რო ამოდიოდეს ხემოდა. რო ამოდიოდეს, არა კარისკაცი გადასარევი დაცვა. ეს არის საკუთარი თავის პატივისცემაც და აი ასეთი ცხოვრება და ეს ცხოვრება მშვენიერია. ჩემო ძვირფასებო, ვინც გვისმენთ, დამიჯერეთ, რომ უდიდესი სიამოვნება, როდესაც საკუთარ თავს ისეთ პატივს ცემ, რომ არასოდეს არ დადიხარ მოუვლელი. აი ქვეით დაუშვათ წყლის საყიდვათაც რო ჩავიდე, აუცილებლად უნდა ვიყო ჩაცმული, გამობრანჭული და ასე შემდეგ. ყოველთვის როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოს და ნეტა ზოგიერთ ჩემ გულში ჩაახედა, რამდენი პრობლემა და რა ცხოვრების სტილი არსებობს თითოეული ჩვენთან განსხვავებული. აი აგერ არსენმა ახსენა კიბო და ასე შემდეგ. ყველას თავისი განსხვავებული პრობლემა აქვს და არ დათმოთ. აუცილებლად ლამაზად ჩაიცვით, დაივარცხნეთ, გამოიბრანჭეთ და გაიღიმეთ ქუჩაში.
თქვენ თავს მარტო თქვენ უშველით მეტი ვერავინ ამ ქვეყანაში. თქვენი სტილის შესაბამისად ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარხართ როგორი განსაკუთრებული სტილის და ადამიანის ხართ თქვენ. თავდადალი არ შემეძლია არ გკითხოთ. აი ვიღაცა იტყვის ახლა შეიძლება ჩვენი მაყურებელი სადამ აქ მე იმდენი საშუალება რომ აი ესეთი ლამაზი მარგალიტები ბაბთა შევიძინო. აი ამ შემთხვევაში რა რჩევას მისცემთ მათ? ძალიან გახსნილი მინდა ვიყო. აუცილებლად. იყო დრო რომ მხოლოდ მქონდა შანელი, ძიორი და ასეთი. დღეს დადგა დრო, როდესაც მე იმას ვეღარ ვწვდები და გაგიკვირდებათ. სრულიად უბრალო მარკეტში. ან საზღვარგარეთ ყოფნის დროს, როდესაც კონგრესზე მივდივარ, უბრალო დაწესებულებაში რაღაცას ისეც ვიღები, რომელიც ბევრად იაფია ვიდრე, ბევრად იაფია და ბევრად ხელმისაწვდომია და ის რომ მოირგებს ისეთივე ძირფასი ხდება, როგორც ნამდვილი ძირფასი. და ფიქრობ აი ეს ღიმილი და ეს სითბო, რომელიც მოდის. თავარია გიხდებოდეთ და თქვენს ხასიათს ის ხო ალამაზებდეს. ბატონო გიორგი, თქვენი სტილი, თქვენი საქმიანობიდან ბევრად განსხვავდება. ფოლკლორი ესეთი ამბავია, ჩოხა ხალხთან ასოცირდება და ესე ტრადიციულ სამოსთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კლასიკურ იგივე ან ოპერასთან. ხო წარმოგიდგენთ, რისი კითხვა, საერთოდ მიმყავს კითხვა. რისი დამსახურებაა ეს სტილი? ინსპირაცია თუ არის არსებობს ამ შემთხვევაში თქვენთვის ვინმე ან რამე? რატომ ეს სტილი? და რამდენად კომფორტული ხართ ამ სტილში და პლუს ხალხური საკრავები ერთად. აი ესეც არის, ხო? ხო? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მოგესალმები. ანუ ბავშვობიდან მიყვარდა ძალიან ესეთი სტილი. თუნდაც ესეთი ფილმებს უყურებდი, სადაც ესეთი სტილის ჩაცმულები იყვნენ. განგსტერი. ხო, შინაარსი მომწოდა, არ მომწოდა, უნდა მეყურებინა. და სულ ოცნებოდი, რომ ესეთი პროფესია, ესეთი საქმე მქონოდა, რომ აი ეს ჩაცმულობა მოხდენოდა რა, ასე ვთქვათ, ესეთი ჩაცმით მევლო. და მოგეხსენებათ, საესტრადო მაქვს დამთავრებული და ჩემი მეგობარიაც მაგაცი არის, ლევან შენგელია, მოვიკითხავ ჩვენის დებართი და პირველი კვარტეტი გავაკეთეთ. სალამურის, ფანდურის, ბასფანდურის კვარტეტი გავაკეთეთ, ესეთი პირველი, სადაც არის ხალხური საკრავები, ინსტრუმენტები, მაგრამ ცოტა რაღაც თანამედროვე სტილი მივეთ, რაღაცეები, როგორც ეს კვარტეტის დროს. კი, კვარტეტის დროს. ეს იყო პირველი ლევანის იდეა, შენგელიასი, მეცფერი, აუყევი რაღაც და ნუ რაღაც ცოტა სტილი შეუცო, თქვა თუშური, მერე ბესამიმუჩო გავაკეთეთ ცოტა თანამედროვე სტილში, რომ ან ფანდურების რაღაც გარემიქსებული, რაღაც გიტარის რითმები, რაღაც ესეთი რითმები და იქ უკვე ესეთი სტილით გამოვედით. იმასაც უყვარდა, თუმცა მე მოგეხსენებათ იუმორენაში სულ ეგრე დადიოდა ხოლმე. იმასაც უყვარდა ეს სტილი მეც და მე იქიდან უკვე დავიწყე ჩემი ცალკე ნომრების ჩაწერა. სადაც მანდაც რა თქმა უნდა ცოტა სტილი შეუცვალე, რაღაც ფუძე არ დავამახიჭე, მაგრამ რაღაც რითმები, გავარემი რაღაცები დავუმატე. ასე ვთქვათ, ჩემი ხელწერა გავაკეთე რა. მოკლედ ეს თქვენი ყოველდღიურია უკვე. და კი ბატონო და ანუ იმიტომ ვიძახი, რომ ასე მგონია, რომ უხდენ უკვე, რომ ისეთ სტილს უკრავ, აი ვთქვათ, ეხლა ძალიან აი წინწყაროს რომ მღეროდი და მრავალჯერ რაღაცაზე არა, მაგრამ როცა ინსტრუმენტალურს უკავ ეს რაღაც ესე ვიდაქ თანამედროვე ელემენტებით უკვე ახლოს. თავად თქვენ ხართ კომფორტულად და გადმოსცემთ იმას. არა მარტო ქართულ მელოდიებს, კლასიკურ მეგობარი რო დაგპატიჟებთ, ესეთ მიდიხართ ხოლმე? აი მე შვილის კონტროლში თქვენ მეგობარმა დაგპატიჟებთ. აი ბატონო, ნიკოს თქვის არ იყოს, უამრავი კოსტუმი აქვს. ხო, ანუ ეს ჩაცმული მიდიხართ. კი, კი ბატონო. ამას გულისხმობ, არა მარტო სცენა. თქვენ როგორ დადიხართ ბატონო არსენ? მე დავდივარ ისე როგორც დავდივარ და როგორც ცხოვრობ, ეს თქვენთვის კი არ ჩამიცვია ასე. ანუ ყოველდღიურობა თქვენთვის ეს. დიახ, ნახეთ, ძალიან კარგი კითხვა და რატომ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეხლა ესო გამოსასვლელი ტანსაცმელი, მე ვთხარი, ნახე 60 წელს ზემოთ გადავაჭარბე. რაღა დროს ჩემი გამოუსასვლელი და გამოუსვლელია, მე ვთხარი. ეხლა არის რაღაცა თქვა სმოკინგი, რომელიც იმ საქმისთვის არის. დანარჩენი თუ მე ის არ მომწონს, ჩემს გარდერობში ეს ტანსაცმელი არ უნდა იყოს, ხოლო თუ მომწონს რატომ უნდა ველოდო რაღაცა ვიღაცის დაძახებას? მაცვია ის, რადგან ეს ჩემ ცხოვრებას ჩემთვის ქმნის. ამაში გეთანხმებით, მაგრამ იმაშიც სიცავთ
მიუხედავად იმისა, ასაკისა, ზოგიერება ჩარჩოებში ზიხარო არ იყოს ძალიან არავის ჩარჩოებში თავისუფალ მოქალაქეს დაუდგით დედამიწაზე ხუთივე კონტინენტზე ღირსებას და ბედნიერებას ძეგლები. Რაღა დროს ჩემი ჩარჩოების დაცვაა, ჩემი ბედნიერებისა. ესე იგი ნახეთ, კანონი არ უნდა იკრძალებოდეს, ეს ჩემი ხედვაა ცხოვრების. ორად-ორი მარტივი რამ. და ჩემი თავისუფლება, ხვის თავისუფლებას არ უნდა გადაკვეთდეს. დამთავრდა. რომელ ჩარჩოზესაც პატივისცემა თქვენ მეც მესმის რა კარგი გაგებითქვით, მაგრამ აქაც სწორედ მინდა გამოვიყენო. მაგ ჩარჩოს ვიღაცა ამ ხელას დამიწესებს, ვიღაცა ამ ხელას. იმათ ჭკუაზე თუ ვიცხოვრეთ, ჩემ ჭკუაზე როდის ვიცხოვრეთ. აღარ არის ჩემი ჩარჩო, ჩემი თავისუფლება. არა მაქვს ჩარჩო. მაქვს თავისუფლება. არსენს ვიცნობორი საუკუნეა. იმ საუკუნეში გამოდიდა ჟორდანიას ინსტიტუტში. აი დღემდე ჩვენ მეგობრობ და პირველი დღიდანვე არსებმა იცის როგორ მივიღე, როგორ ჩავეხუტე და როგორ გრძელდება. ეს პირველი ქირურგი ქალი იქნა იმ ფიზიკშიც მოვიდა. ქალბატონო ლალი, თავიდანვე ასეთი იყო, ესე იგი ამბობთ. თავიდანვე ასეთი იყო, მაგრამ ბოლომდე ასეთი არ იყო. თავიდან უფრო თავშეკავებული იყო, მაგრამ ჩამოვიდი არავის არ ვიცი. და კვირაში საჯერ გამოდიოდი სახლიდან. მე გამიცანი. შენ გაგიცანი უკვე ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა და უკვე ტყიბულიდან 1-7-8 წლის ჩამოსული ვიყავი ცოტა ბევრი იყო. მერე უცებ აღმოაჩნდა მარტო ექიმობის ნიჭი კი არა. აღმოაჩნდა ხატვის, ძერწვის, მუსიკის და აი ეს ყველაფერი ერთ დღეს მშვენიერს დამპატიჟა სპეციალურად მარტო მე თავის სახელოსნოში. ეს ისეთი საოცარი დღე იყო და ისეთი სილამაზე მაჩვენა და ისეთი არაჩვეულებრივი იყო იქ ყველაფერი რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსენი დღეს ასეთი შემული ადამიანი მისი გონიერების, სტილიერების და ადამიანობისა გამო. ჩვენც ძალიან გვიყვარს. ბატონო არსენ, მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებთ? რა კარგი შეკითხვა. ნახეთ, დაახლოებით სათვალე, ნახეთ რა აწერია. დაახლოებით, კი, აწერია. ნახეთ, დაახლოებით 5 წლის უკან პანდემიამდე ერთ-ერთი ბარბერის ბრენდ მენეჯერმა მითხრა, ბატონო არსენო, ეხლაო შეკვედება გქონდაო ვალენსიაში, ვალენსია შეკრება გქონდაო რომ გავავრცელოთო რიგითი მოქალაქეებისთვის ეს დავარქვათ ასე თავისუფლება რომ ნებისმიერი ფერი ნებისმიერ ფერთან შეიძლება და ადრე იყო მხოლოდ წითელთან შავი ამათ მე შემომხედა და მე ვთქვი მაგას მე რამდენი წელია ვაკეთებ მიცნობს ახლო მეგობარია და ხო თქვენ რო იყოთო იმ სახლის დირექტორიო კარგახანია ესო თქვენ შეგიძლიათო მაგრამ ჩვენ გვინდა რიგით ადამიანებს ვუთხრათ რომ ის ვინც ფიქრობს რომ არის თუ არა ეს მოდაში შეიძლება თუ არა ეს ამასთან ეს ვაჩვენოთ რომ უფრო თავისუფლად მიიღონო ნახეთ გეთახვა ვიცავ თუ არა მოდის ტენდენციებს თავისუფალი ადამიანი ვარ არაფერს არ ვიცავ გარდა კანონისა და სხვის თავისუფლებას ზედ გადავახტე ჩემი თავისუფლება არის უსაზღვრო მე მომწონს ვიცმევ ასე ის ფერი იმასთან წავარ არასოდეს არ მიძებნია ამაში მოგყვებით თავიდან ბოლომდე ბატონო საიდუმლოს გაგიმხელთ სანამ ახლა კარგ რამეს ვკითხავთ თქვათ დრო ცოტა მაქვს ხოლმე ყოველთვის და თქვათ რაღაცის ყიდვა მინდა და პირველი უყურებ მაღალი რანგის მაღაზიაში ვიტრინაში როგორ აქვს აწყობილი იმის დიზაინი შესაძლებელი ფერს არ ვფიქრობ ვეუბნები ჩემი ზომა ესენი არის თუ მერგება მოიწყო როგორო და მე ვთქარი ნახეთ იმათ უამრავს ნაფიქრი აქვს ხო და მე რო ვიარო ვარჩიო მომწონს, всё, დამთავრდა. გეთანხმებით, რაც მოგწონს, გიხდებათ ის, რა თქმა უნდა, ადამიანს უნდა გქონდეს, მაგრამ შენ ფიქრობ, რომ ის გიხდება და სხვას არასოდეს ხო და არა, ჩვენ საერთოდ სხვა რამე გიკითხეთ. ჩვენ გეკითხებით, რამდენად თქვენთვის მნიშვნელოვანია ბრენდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ მოდას შეიძლება არ ითვალისწინებთ, მაგრამ სათვალე, რომელიც თქვენ ძალიან გიხდებათ სხვათა შორის და სიამოვნებით შემოხედავთ კიდევ ერთხელ ამ სათვალეს გაიგეთ. ეს არის შარშანდელი და წლევანდელი ტრენდული სათვალე. აი მაინტერესებს ამ შემთხვევაში პიჯაკს თუ მიყვებით ბრენდს, შარვალს თუ მიყვებით ბრენდს. კი არ მიუყვები, აქეთ მომყვებიან და მდიონ. მე რომელიც მომეწონება ბრენდია, ჩემთვის შეძლებადია მატერიალურად ზომაში და სხვა. დიახ, რა თქმა უნდა. ნახეთ გეთახვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი. მთელი ცხოვრებაში რომ მიცნობს აგერ ქალბატონი ლალი, ხო? შევქმენი, აი ხა კლინიკას, რომელსაც მე ხელმძღვანელობ, რეპროდუქციულ კლინიკას, ჩვენს მიერ შექმნილი ბავშვების რაოდენობა 7647 იყო წინა 4 შაბათს და მათმა სიმაღლემ ევერესტის სიმაღლეს გადააჯობა. ჩემს მიერ დადგმული ძეგლები
ბედნიერი სიმაღლე რო შევკრიბე ჯამური ეიფელის კოშკზე უფრო მაღალია. ნახეთ, მე მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მომწონს კანონს არ აღწევს და ჩემთვის შესაძლებელია. ნახეთ, თქვათ მაქვს ჩემი ნახატიდან არის გაკეთებული ერთი მხარე, მეორე მხარე, ხო? აწერია დოქტორიჯი, ჩემი მუსიკა, ჩემი მანტრა. ეს მე მომწონს, რა თქმა უნდა, აბრეშუმს, არმანის აბრეშუმს ეძახიან ამას. მივყვები იმათ, თუ არ მივყვები. არა, ასე არა მაქვს. ანუ არა უარს კი არ მომგობ ის რომ ჩავხედო ბოლო ტენდენციებში სადღაც გავიარე რაღაცა მომეწონა ჩემი შესაძლებლობა იმ მომენტში ამას იღებს ავიღე და დამთავრდა არ მეკითხები ის მომწონს არ მომწონს შესაბამისად უნდა დაფასდეს და სიცოცხლეს ნახეთ სიცოცხლეს გემო თუ ვერ ჩავატანე და ბედნიერება მე თუ ვერ ვიგზენი როგორ ვიქნები ბედნიერების ელჩი სკოლებში ბავშვებთან ბედნიერების საერთაშორისო ხსნი და მე თუ რაც არა მაქვს იმას თქვენ როგორ მოგცემთ ის ჩემი ბიზნესი კი არ არის ის ჩემი იკიგაი დარჩენილი ცხოვრების თავარი მიზანია. რა სიამოვნებას განიჭერთ მოკლედ იმას აკეთებ და ჩვენ ამას ვქონდით და მართალიც ბრძანდებით შესაბამისად შრომობთ და განსხვავებული შეიძლება რა თქმა უნდა ბატონი რეკო თქვენთან უნდა გადმოსულიყო. ბატონი არსენი რომ იყოს მსახიობი მე მგონია უფრო ჩემსკენ გადმოიხრებოდა რაც შეეხება ბრენდების მიმართ რომ იყოთ თქვენს მსახიობი რატომ იმიტომ რომ ჩემი მე ჰარმონიას აუცილებლად ეხლა ისე არ გამომივიდეს ხმამაღალი გამონათქვამი მაგრამ ვიტყვი ხმამაღლა ყოველი გამოსვლა ჩემი შეიძლება იქ რაღაცი საკიდლად თუნდაც ხო ან და გარეთ გავდივარ აუცილებლად მე ვიცავ ჰარმონიას ფერებისას რომელიც რას უხდება რა თქმა უნდა ბრენდებთან ახლოს ვარ იმიტომ რომ მქონდა მე ამის საშუალება დღესაც მე კი არ გეწინააღმდეგებით მე ჩემს თავს უფლებას და ვალდებულებას ესიციან მეუღლემაც ესიციან შვილმაც რომ მე უნდა ვიყო ჩაცმული მე უნდა რაღაცა მოვაკლო ოჯახს იმიტომ რომ მე წავდგე მაყურებლის წინაშე იმ მაყურებლის წინაშე რომელიც ჩვეულია ჩემი აი ამ განსხვავებული შეკერილი პიჯაკით ბოდის ჩაჭერით რომ ვერ წავიდებით მაინტერესებს თუ იკერავთ ატელიებს თუ მივაკეთებ ვაკერინებ კიდეც და მე რა არის იცით ისეთი ასე ვთქვათ არა ვარ არც სრული და ყოველთვის და სხვათა შორის ამაზე კარგი რაღაც მაქვს ჩემს ნატოკას ისე ასე თბილად ღვინის ტექნოლოგია უნდა გამხდარიყავი და რომ ცოდნოდა რომ ნატუკას мама იყო საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორი მე გავხდებოდი არ ჩავაბარე ღვინის მაგრამ რატო არ ჩავაბარე რომ აბატეთ ყველას მიმართ მე პატივისცემით ვარ მე ცოტა კეიპის მოყარული კაცი ვარ აუცილებლად ის გავლენას მოახდენდა და ღვინის ტექნოლოგი სპეციალობით სარიშულთან ვაბარებდი არ ჩავაბარე უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა მე რომ გამხდარიყავი ამ ხელა უკვე სცენაზე ყველას მიმართ ღვინის ტექნოლოგს ახლა სცენაზე ვინ დაგიძახებდა არა ბავშვობიდან მღეროდი ხო და ამიტომ არ მივეცი საშუალება რომ გამხდარიყავი ბატონო არსენ ყველაზე ძვირი რაში გადაგიხდიათ პიჯაკში შარვალში პერანგში აი გამორჩეული ნახეთ ბედნიერებაში სიცოცხლისა რომელიც კიბოს დაძლევით გადავიტანე ამაში გადავხადე ყველა ძვირი მატერიალურად ეხლა ნახეთ მე ერთი წესი მაქვს რომ სანამ რამეს ვიტყვი უნდა კარგად ამ წუთას ვერ გეტყვით თქვა ეს პიჯაკი უფრო ძვირი ღირდა ესა თვალე არ ღირდა პიჯაკის ფასის ეს ერთოდ მეუღლე მაგინა ამას წინათ სადღაცა აი შენ რო გიყვარს ეს არისო არ ვიცი ყველაზე ძვირი რაში გადამიხთია ვერ გეტყვით ასე ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს ყველაზე და რას ანიჭებთ უპირატესობას პიჯაკს თუ შარვალს თუ ფასი კი არ გვაინტერესებს ფეხსაცმელი გეთაყვა ნახეთ ფეხსაცმელი ფეხსაცმელი განაგებს ფეხსაცმელი მთავარი კი ბატონო გუწფრად გეტყვით არ არის ჩემთვის ეს პრიორიტეტი გინდა თუ არა იმას ვანიჭებ რაც მომეწონება იმას იმ მომენტში მოკიდო არ არის ჩემთვის დრო ცხოვრების იმიტომ კი არა რომ შეზღუდული მაქვს ბევრ სხვა რამეს ვაკეთებ წერა ეხა ჩემი პირველი ციგნის პრეზენტაცია იქნება პარიზში რაღაცა იმას სხვა აურა სჭირდება და ამიტომ აქ შევხედე მომეწონა პალტოა თუ რაც არის მაგალითად ყველაზე ძვირი შეიძლება ამაში გადამიხდია და იცით რატომ 2018 წელს წლის საუკეთესო პედაგოგ
პროფესორად უნივერსიტეტსა დამასახელეს ფარული გამოკითხვით და ეს იმათმა მაჩუქეს და ეს არის თელი ცხოვრება მაქეს ეგ შეუხასებელი ყოფილა ეს ხო ანუ აი ესეთი რაღაცა აი ფასეულად ძალიან დიდი მადლობა თქვენწრფელი პასუხისთვის ბატონო გიორგი მადლობა თქვენ ჩვენ უნდა გთხოვოთ ახლა ჩვენ რომ შეგვისრულოთ ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ქართულ საკრავებზე სალამურზე რომ შეგვისრულოთ ვიცით რომ ჩვენთვის რაღაც სიურპრიზი გაქვთ პოპორი მაქვს ორ სალამურზე თიულურის მოტივებით ადგილზე როგორც ვიცი ხო კი ბატონო გისმენთ და აქვე მოდი ძალიან დიდი მადლობა უთხრათ ჩვენ ხო ჩვენ სტუმრებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის რომ მომეც საშუალება რა ის ჩამეცვა რაც მე ყოველთვის მინდოდა ძალიან მიყვარხარ თქვენ და თქვენთან ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ინტერვიუ რომელსაც თელი სიცოცხლე მომაყოლეთ არასოდეს დამოიჭრება მადლობა გისმენთ ბატონ გიორგი აი სცენაზე აი მიკროფონის თავისთავად არის და ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით მოგისმენთ თქვენთან უკაცრავად ორი წუთით ვიქნებით ზოგით